გათენდა ესეც მშვენიერი ამინდი, სხვა შორის ზამთრისთვის უჩვეულო ამინდია, უჩვეულო თბილი, რომელია 10 საათია დილის და დღეს განსაკუთრებული გადაცემა მაქვს, იმიტომ რომ სიზმარში დამესიზმრა ვალენტინა ტერეშკოვა. იცით ვინ იყო ვალენტინა ტერეშკოვა? პირველი კოსმონავტი ქალი, გენერალი იყო სხვა შორის რუსი, რომელიც კოსმოსში წავიდა პირველი ესე ქალბატონის სტატუსით. რა შუაში იყო ეხა ეს? იმ შუაში იყო რომ დღეს გადაცემაში ვალენტინა ტერეშკოვა მეყურება, ოღონდ სხვა გაგებით ვალენტინა ტერეშკოვა გაცილებით კარგი გოგონა, გაცილებით მაგარი ადამიანი. სოფო ბედია. და რატო შევადარე ხა ვალენტინა ტერეშკოვას? იმიტომ რომ ის პირველი ქალბატონია, რომელიც ჩვენი გადაცემის არსებობის ისტორიაში სტუმრად არის ჩემს გადაცემაში. აი აქ ცხოვრობს სოფო. წავიდეთ ეხლა ვალენტინა ტერეშკოვასთან და სოფო ბედიასთან და მივადგეთ და დღე მასთან ერთად გავატაროთ. ხო და მოვედით აგე სოფოსთან. მე მგონი სადარბაზო ეს არის. ესე იგი ყოველთვის მიკვირდა ხოლმე რატო აკრავენ ესეთ რაღაცებს, რემონტი, შემდეგი მინების, ვიტრაჟების წმენდა ჩარჩო, ну, ამნიშნულობა აქვს. მოდი ახლა ჩვენ სოფოსთან შევიდეთ. აი ამ კოდირებულმა რაღაცებმა ხო დამტანჯა. მე მგონი ესე? აი, შევედით, წამო. დაცული სადარბაზოა, მობრძანდით. ლიფტი რამდენად დაცულია, არ ვიცი. აველოდოთ. ასე, შვენიერი ლიფტითაც ვიმოგზაურეთ და აი აქ უნდა იყოს სადღაც. აი მე მგონი, აჰა, ეს ავტომატური შუქები რა მაგარია? აი ესეც სოფო ბედიას ჭიშკარი. მაიცა, მოდი ეს არის მივცეთ ჯობია. 1 2 3 დავამუღამე სამჯერ ვაგაკუნებ ხოლმე სტუმართან კარზე და ნახე რა მალე მიიღე. აი ჩვენი უმშვენიერესი და უსაყვარლესი როგორ ხარ გეცვალე. დილამშვიდობისა მე გავაღვიძე ჩემი ბრალია. როგორ გიკითხო? გადასარე. ეს იყო ჩვენი ფეხი შენს ოჯახში. ვიმასპინძლე. საუკუნეში ერთხელ ხდება ამ დროს როცა ვიღვიძებ? კი, მე ჩემი გამომდინარე, ჩემი გადარეული ჩემი ბრალია. მაპატიებს სოფ. ხო, და ესე რომ საღამოს მაკიაჟთო მთელი დილი და იმიტომ რომ საქმეები მაქვს მე ვეღარ მოვიცი. ესე ჩვენ მთელი დღე ერთად უნდა ვიყოთ, იცი? ვაიმე. წავედით. ხო, როგორ მივიყარ ხაში ნაკიტან. მიზესვეთ ვერ გავიგე როგორ მოხდა ჩვენი გაზები ორად გაიყო სხვა რადამ ჩასევდის გარდა რაც მიყვარდა რაც კი მეცამა და არასულამა სულთანად აიღო სხვა რადამ ჩასევდის გარდა რაც მიყვარდა რაც კი მეცამა და არასულამა სულთანად აიღო მესმის ჩუმი ვედრება როცა ჩემთვის სიზმარს გავადი ცხადა თახტერის როცა შენზე დლოცულობა და გული წავხედი ამოსუდგოაც არ ამადრობი იმედიც არ ადამიდოვე არ ვიცი საიცახვედი ამოსუდგოაც არ ამადრობე იმედიც არ ადამიდოვე არ ვიცი საიცახვედი
მომსახურების გასაგონათაც მინდა ვთქვა და ალბათ იციან კიდეც რომ ჩვენ ხა მეგობრები ვართ და რაც ისეთი მეგობრული გადაცემა მინდა გამომივიდეს ყველაზე ესეთი პოზიტიური რაც ჩვენ ურთიერთობაში მახსენდება იმ ბევრი პოზიტივი და რაც ჩვენ გადავხდენია ერთად და ყოფილო მიყო ის ერთ-ერთი ბოლო ქორწილი თქვენი ესეთ გრანდიოზული შოუ ქორწილი სადაც სტუმრის სტატუსით ვიყავი რა თქმა უნდა საერთოდ მიხარია ხოლმე სტუმრის სტატუსით რომ მეძახიან და არა ჟურნალისტის სტატუსით მიუხედავად თუმცა ახლა ორივე შეათავსე ხო მიუხედავად იმისა რომ ორივე შევათავსე და საკმაოდ ნორმალურად გამომივიდა მიშო ყოველთვის მე მეკითხა ცეკვა იცი ცეკვა, ну, ახლა სამყარო დონეზე თორე ესე რომ კაი, ნუ დაიბენი. ანუ პირდაპირ ისწავლე იმ საღამოსთვის ის ქართული ცეკვა, ქართული ისწავლა წინა ხო. მე მინდა რომ აი ამდენი ხნის შემდეგ სახალხოთ, აი ხალხის წინაშე შეგაქო, იმიტომ რომ მიშოვო ქართული იცეკვა იქ, ну, შენზე საუბარი არ არის. ნუ აი არ ვიცი, მე რაღაც უხიშვილები ძმო. ჩემო მეგობარმა მასწავლა კოჩა დაუშუმა ეს ცეკვა და ანუ სხვათა შორის მეგონა ატვილი რომ მეთქი ატვილად და რაღაც არ გამოდგა ხო ეგ? არა ხო ისე ქორწილის საქმეები რო ხო იცი ხო ისე ყოველდღე გადარბენებზე ვიყავი ქორწილი დღე-დღეზე მქონდა და მე კი ავ ცეკვას ბოლო დღეს ვისაუბრეთ მაგრამ თან მეორე ცეკვას რომბაც საცერ ხო ნუ ის ხო საერთოდ შახარი რო ჩამეყარა აკეთის და ბიჭო უშაქრო ჩაისმალუინე აი ეს პეროგი ხომ ტკბილია ჩემოსაფო და ამას ხორება გაძვიდა და ხო შაქარისი არ გამოდის ხო ანუ ესეთი კი 1 2 3 უი ზარალიო სახე ზარალი ხარ მე მგამოში ტკბილი გიყვარს აჰა მე პირიქით იმას დგამდა ჩაისენოდა როცა ჩაიზამდა ჩაისასხავ
მორკოვს. მირთვით ბავშვებო. მირთვით. ხო და რატო დავიწყე იცი ეს ყველაფერი? იმდენად გრანდიოზული იყო მე თქვი და იმდენად კარგი იყო ეს დასანახათაც ერთმანეთისთვის, რომ მთელი ცხოვრება უნდა გაყვეს ადამიანს, რომ ჩართავ კახეთას და ხო ისეთი მაგისთვის გავაკეთეთ ხო და კარგი გამოგივიდა და მე მინდა შეგიქო ის ცეკვა შენი ქორეოგრაფიით ახტოვანებული დავრჩი. ყოველგვარ ხუმრობის და ციგნების გართვენის მომყარ. ვეცადე ყოველ და გამოგივიდა. სხვა შორის ადამიანი ხელოვნებასთან როცა ხარ ახლოს, თან იმდენად ახლოს, რომ ამ ახლოს სოფობედია ქვია, ხო, წესით უკვე ალბათ უნდა მიირჩიო ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნების სიყვარულს. ბიჩეული ვარ შეუნესო. არ ვეთყობა გე. ხო, შენ პროდიუსერობად შეითავსე ლამის არა. სოფოსი. მე მოწოდებული ვარ რომ გაიყოს პროდიუსერი. რა მე შვება არა აქვს რამე ისე. არა, კი, რაღაცა საქმეები გავიკეთა ისე კი. ხო? აჰა. შენა და შენს აიგებ. შენი ჩვენ გვაქვს მეგაზე ხო წლის ესეთი ნომინაცია წლის საუკეთესო პროდიუსერი და რა იქნება რაღაცა დავფიქრეთ. არა. პრეტენზიები არ გაქვს ხო? რატო? ნაკლებად ამბიციური კაცი ვარ, ჩასაღი ამბიციები მაწუხებს და ვფიქრობ, რომ ეს პრიზი იმას ეკუთვნის, ვინც ნამდვილად მაგარი. აი შენი აზრით ერთი ადამიანი დამისახელი ისეთი, ვისაც შეიძლება ეკუთვნოდეს ეს პრიზი. ახლა მამული ჩასივა. მე იცნობთ ვინმეს კიდე პროდიუსერს? ნუ არიან ახლა რასაკვირველია და ალბათ ყველა თავის საქმეს კარგად აკეთებს, მაგრამ კახა მამულიჩა ეს. ესე იგი სოფორა დიპლომატიური იყო და ეს არა, მამულიჩა ცნობილია და ზოგადად მართლა ცნობილი პროდიუსერები და მართლა მაგრამ მithumetes შენი განხორციელებული წურწუმიასის რომ ახსენდება და არა მარტო რა თქმა უნდა წურწუმიას ალბათ ერთხელ კიდე შევხვდები და ნუ ამარიდებ თვალს ვიცი დავიბნები მე გამშეხედი და ბავშვი ვითვალებს და ვრიცის რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ფერხვები ჩვენ იმაის ვხვდებით რა გჭირ ალბათ მარტობას მეჩვევდი ვეღარ დავემალე და იქნებ ნადრევად ვერდები მაინც სიყვარულის გზამს მოდი მოგონებებს ნუ შევეხები და ცოტა ხნით მივედოთ ამ ძამს კულტურის მინისტრად რო დაგნიშნოთ არ გინდა? რატო? შენ ციცი რა სამსახურია? აუ მე ხალხი დამიწყებს გენებას. რა მოკლედ გადაწყვიტა პრობლემა? კულტურის სამინისტროში ხარ რო მინისტრი რო იყო, ალბათ გააკეთო ძალიან ბევრი ისეთი საქმეები, ღონისძიებები, რომ ასე ვთქვათ, თვითონ ხალხი იყოს მაყოფილი მომღერლები რაღაც და ხა იგივე ხარ რაც დღეს ხდება კულტურის სამინისტროში. მე არ ვეხებ სხვა სამინისტროებს პირიქით. რომელ სამინისტროს განსაკუთრებით? აი მაგალითად სადაც მე მუშაობ თემთა სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტრო. სოზართან მუშაობ, ხო, გამახსენდა. ასე ვთქვათ, სუსი კარგად მუშაობს. სუსი რა არის? ეს სახელმწიფო უშუალობის სამსახური ესეც გამახსენდა. კიდევ რავი, სპორტის სამინისტროს მოიკოჭლებს ცოტა კულტურის სამინისტროსთან ერთად. ანუ რაღაცა კაცრი ხელია. კი, ხო მე ესე ვახა ვერ დავიწყებ რა ის შავზე შავი, თეთრია და თეთრ შავი. საერთოდ მიყვარს რასაც ვფიქრობ მის თქმა და არ მინდა რაღაც ხელი აღარ. შენ კაი ეს ყოველთვის როცა იმას ამბობ, რაც გულში გაქვს და რასაც ფიქრობ, ყოველთვის რაღაც მომენტში კაი, რაღაც მომენტში არ არის კარგი. ანუ როდის უნდა მიყო? აი ბლოკები. ყოველ შემთხვევაში ამან იცის რა დროს რა თქოს და უყვარს სიმართლე ზოგადად, მე ძალიან მიყვარს სიმართლე. აი ხა ესეთი მკაცრი განცხადება რო გააკეთა? არა, კაც ყველა მიცის შენი რადიკალიზმის ამბავი. ბავშვი ყველა მიცის რომ მე ამ ხელისუფლების რამდენჯერაც მე პირადად ჩემ თავზე გეტყვი, რამდენჯერად შევიკავე თავი რაღაცეებზე და არ ვთქვი ჩემი აზრი, ვინანე ნამდვილად, იმიტომ რომ რაღაც მეგონა რომ ვიღაცას არ წყენო და ვიღაცას ხო რაღაცა არ დავებლოკე, რაღაცა ის ძველ დროს უფრო ხდებოდა.
ამ წინა ხანის დროს. ანუ რა გამოდის რომ ხო და მივხვდი რომ არ არის ეს სწორი, იცი რა, შენი პოზიცია ალბათ ძალიან ლაკონურად და კარგად შეგვიძლია დააფიქსიროს ყველა ადამიანმა და არა შეურაცხყოფილა. ისე რომ არ წოდი დაწვა და არ ჩადდა. არა, ესეც შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. სხვადასხვა რა არის იცი ხა ადამიანებს აქვს ქართულობაში ზის რასაც უყურებ. ქართულობაში როგორც რადიკალიზმის ზის ასე რაღაც აი არც წვას წავენ ესე არ მესმის გესმის. ნათქვამია ბებო ყველაზე ტკბილი ადამიანიაო შვილიშვილისთვის რა თქმა უნდა მეც ასე ვიყავი ძალიან მიყვარდა ჩემი ბებო და ზუსტად ვიცი რომ სოფოს თავისი ბებო ძალიან უყვარს ჩვენ აი ახლა სოფოს ბებოსთან ამ მშვენიერეს და უსაყვარლეს ქალბატონს როგორ ბრძანდები მადლობ დილამშვიდობისა ესე შემოგეჭერი დილა უთენია მიწოცხლეთ მრავალი გიორგობა გაგიტანოთ დიდი მადლობა კარგად ჩანდები ჩვენი სოფო თქვენისა ჩემი სოფიკო არის საუკეთესო და ჩემთან გაზრდილია ჩემ ხელში საუკეთესო რომ არაფერი არ ეშლება დიდ პატივს ჩემს ბებიას ასევე ბორის იცინაცვალოს ბებო ორივე ერთად ბავშვობაში რომელი უფრო გაბრაზებდა ხოლმე აი ნამდვილად სხვადასხვა ბავშვობაში მაინც და მაინც არ მაბრაზებდნენ იმიტომ რომ მე ძალიან კარგი შვილები მყავდა და კარგად აღზრდილი და იმათი შვილები არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყვნენ ცუდები. კარგად მეფერებოდნენ, ჩვეულებრივად როგორც ბებიას ეკუთვნის ისე. აი რჩევებს თუ გეკითხებათ ხოლმე სოფო აი ხა მithumetes უკვე ამხელა და როგორ არა, თუ რამე ვიცი მე ეს ალბათ სოფომ ყველაფერი იცის. როგორ არა, ყველაფერში. რომელი უფრო ისეთი აი ბორია თუ სოფო ბორისი სხვადასხვა ძალიან თბილი ბიჭია. სოფიკო, რა თქმა უნდა, სოფიკოც ორივე. მაგრამ ბორისი ზოგჯერ იტყვიან, რომ აი ბიჭი ცელქიაო და არ უჯერებს ბებიას. არა, ასეთი ამავე არა. ძალიან კარგი მშობლები ყავდათ, ამგზელი მშობლები, დედა ჯანმრთელად იყოს, კარგად იყოს, ნანაშესანიშნავი ქალი. ყინვალით გაზარდა ჩემი შვილიშვილი. აი ახლა ყველაზე მეტად რა მაინტერესებს, დადიხართ ხოლმე სოფოს კონცერტები, როცა აქ თქვა აი პროექტებში იყო, გამოდიოდა რაღაც გარდასახებს თუ ტელევიზორში უყურებთ? იცით რა გითხრათ, მე ჟურნალი დედა ვარ, არ დავდივარ არსად. უსმენ ტელევიზორში. მიხარია, მე სმარტფონს ხოლმე შენიშნებს. ზოგჯერ, მაგრამ ისე უმნიშვნელო. არ ჭირდება სოფიკოს შენიშვნების. ჩვენი გოგო ყოლიას. ძალიან კაი გოგოა სოფო. ძალიან სოფოს ბავშვი ჩემთან იზრდება ენაჭალოს ბებო. პატარანიკა, საუკეთესო ბავშვი, კარგი. უყვარვარ იმასთან. მინდა რომ ვიცოცხლო ცოტა ხანი რომ დავამახსოვდე. ერთმა დიდ ხანს გაცოცხლოთ, შესანიშნავად გამოიყურებით და სხვა შორის ძალიან გავთ სოფო. ხო. ან პირით. კი. თქვენსავით ლამაზია. ბებო წავედი აბა კოსმი და აბა ტროები. აი მოვედით მეგას პარტნიორები არიან ჩვენი ძმები ეს სარეკლამო კომპანია Daisy 5 წელია თუ არ ვცდები საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალის მეგას ოფიციალური პარტნიორები და მხარდამჭერები არიან ჩვენი მეგობრები არიან აგერ აღმაშენებელი 127-ში მოდე ხა ავადგეთ ჩვენ ამათ ოფისში და შევამოწმოთ 13 დეკემბერს დაგეგმილი მეგასთვის როგორ ვაკეთებთ მოსაწვევებს ჯილდოებს და ასე შემდეგ იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი სოფობედიამ არ იცის, მაგრამ მიხვდა რაღაცას და რითი დავაჯილდოებთ ამას მე ერთად აი ხა ყველა ვნახავთ. სოფოსაც და სხვებსაც. აბა წავიდეთ. აი Daisy სარეკლამო კომპანია მოვედით. აი ესე შევიდეთ გოგონებთან მოვძანდით. ბატონ, როგორც ყოველთვის სამუშაო განწყობა Daisy გამარჯობა გოგონებო. როგორ ბრძანდებით? სამუშაო ატმოსფეროა როგორც ყოველთვის. ანი როგორ ხარ?
აჰა, ესე იგი აქ დიდი ამბავია. არ ვიცი ვის ცალია ჩვენთვის აქ და ვის არ ცალია, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აი რუსო ჩვენთვის მოიცლის, ხო? როგორ ხარ? იმიტომ რომ რუსო არის აგერ უკვე მე-5 თუ მე-6 წელი უკვე ამერია, მეგას რა დავარქვა, მარჯვენა ხელი შეიძლება ერქვას, იმიტომ რომ რაც კი კეთდება რეალურად ის მოსაწვევები, ის დიპლომები და ასე შემდეგ, ყველაფერი აი ამ გოგონას ბრალია. შესვენას თუ იპოვით მისი ბრალია, მოგეწონებათ მისი ბრალია. დანარჩენზე შეგიძლიათ მემაგინოთ. ახლა მოდი დავუშვათ აბა რუსოს და შევამოწმოთ ერთი რა ხდება აქეთ. წლის დიპლომია, ესეთი გვექნება. სხვა შორის სტანდარტი დავიჭირეთ, ჩვენ ბოლო 5 წელია ხო, ერთი ფორმა და მე მგონი მოსწონთ თვითონ იმათ გამარჯვებულებსაც ძალიან ეს ფორმა დიპლომშიც კარგად ჯდება იმ ჩარჩოში უბრალოდ. შრიფტიც ისეთია. შრიფტის რაღაცა ისეთია. ნუ ამჯერად 2015 წელს ესეთი დიპლომები იქნება მეგას გამარჯვებულებისთვის, ვინ მიიღებს ამას და ვინ გახდება ღირსი მისი. ამას წამეჩი ვნახავთ ყველანი ერთად. კარგი. ყოჩახ რუსო, ყველაფერი კარგად არის, ყოჩახ დეიზი და ჩვენ მზად ვართ 13 დეკემბერს დეიზთან ერთად შევუდიოთ მე-16 დაჯილდოების ცერემონიას. დაუბერდით ხალხო, დაუბერდით. ახლა მოვედით სანო სტუდიაში, იქ სადაც ამ წუთში სოფო მუშაობს. პროექტია ერთი, ძალიან ისეთი ღირსშესანიშნავი. აი თვითონ სანოც კი თავისი სანო გამარჯობა. მოგესალმებით. შენ სტუდიაში ვარ, სტუმრად მოსულები. ძალიან კარგი. ვამზადებთ გადაცემას. მიგვიღებ? მიღებული არა ხა. სანამ მიგვიღებ, მოდი რა მითხარით, ჩუმად სოფო არ გვესწრება და როგორი გოგოა, როგორი მომღერალი, როგორ ძალიან ძლიერი მომღერალია, იცი რა არის, სოფოს ხმაზე საუბარი ზედმეტია რა ხმა, მაგრამ ყველაზე თავი იცი რა არის ჩემთვის ამ გოგოში, რომ სცენის ფიზიკური ათვისება აქვს ფანტასტიკური. ანუ კარგი მსახიობიც არის. მსახიობიც არის, კი, აი სცენაზე როცა მღერის, ეს გახსოვს მისი განხორციელებული აი ეს პროექტებში როლები აქვს ხოლმე, რომელი მოგწონს ყველაზე, რომელი დაგამახსოვრდა? ბიჭო, ისე ვერ გამოყოფ ესე რა, ბესო, ჩემო მეგობარო, იმიტომ რომ რთულია რა, ყველა კარგია. ყველა კარგი, იმდენად კარგია, რომ ყველა კარგია რა. ძალიან კარგი, ახლა რაღაც პროექტისთვის ემზადებიან. ხო, ახლა არის 30 ნოემბერს არის ცაბაძის იუბილე და რა თქმა უნდა, სოფოს გარეშე ეგ არ გამოვიდა და რა. კაი, რა არის, თავი რა არის? სულ ყველა არის უცნობი სიმღერები, რაც საღამოზე გაჟღერდება, ბესო. ყველა უცნობი სიმღერა. საინტერესოა, შევაკითხოთ, აბა სოფოს რასაკეთებს ნახოთ. მადლობთ, გთხოვთ. აბა მოდი სოფო ვიპოვოთ, სად არის? გამარჯობათ. აი მე მგონი, ბატონი ნუგზარიც აქ ყოფილა, მოგესალმებით ბატონი ნუგზარ. ვაიმე. კამერების კომპლექსი ხო არ გაქვთ? არა, მე ეს ვარიანტის მახსოვსობ. აი ვინ გვარცხველს. აი რატო რა კი შეზაცხენ. სოფო როგორ ხარ? კიდე ერთხელ გამარჯობა და აგერ მოხვედი სამუშაო ატმოსფერო. მემზადებით. ხართ ხო რაღაცა დიდ ამბებში ხართ აქ. რატო რა ხდება? რამე ისეთ კაი პროექტია? დიდი კომპოზიტორის გოგი ცაბაძის შემოქმედებითი საღამო. აი ნახე გადმომაწოდე ის წიგნი. იქნება რუსთაველის თეატრში და სხვა შორის გაუჟღერებელი სიმღერების კონცერტი იქნება. ხო, ხა სანოს ველაპარაკე და მითხრა რომ ისეთი სიმღერებია, რომელიც შენ რამე კონკრეტული შეგიძლია მითხრა რომელ სიმღერას ნოტები ყოფილა. აქ არ ვიცი რამდენად ვიპოვი ახლა, მაგრამ სიმღერას ქვია მე ვერავიტან. დედა? ხო, ან განშორებას და ნუ სიყვარულზეა სიმღერა, რა თქმა უნდა, თემატურად. ხო და მოკლედ ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ საღამოს ვიღებ, დღევანდელ საღამოს კი არა და ამ საღამოსში ვიღებ მონაწილეობას და დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. დარწმუნებულა ყველაფერი ისე კარგად გამოგიო, როგორც აქამდე გამოგდიოდა დაწყებული დარწმუნებული ვარ მეც. გოგი ცაბაძის პროექტი. შენი როლი გასაგებია უკვე და ეს როგორც მივხვდი, დიდი პროექტია, ხო? აგე ნუგზარიც დავინახე და კი ბატონო, ნუგზარ ბატონო. დიდი რატო თქვა მივხვდი, ესე იგი ასაკობრივი დაინახა განსხვავება რა, მე და შენში, ამიტომ თქვა სოფო. და მე 98-ის. 18 წლის სოფო და 98-ის. რა ხდება რა? რა ხდება და ახალგაზრდები ღებულობენ მონაწილეობას, სხვათა შორის კახამ ცაბაძემ თავიდანვე რომ მითხრა, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ მე დავფიქრე კარგი ახალგაზრდები ბღერიან გოგი ცაბაძის გაუჟღერებელი თქვა სოფომ და მე უცნობს. ანუ ვერ მოასწრო, აი მაგალითად მაგას გააკეთა უკვე რაღაცა, მე რა თქმა უნდა იმას ცოტა ხელნაწერები იყო, რაღაც გადაკეთდა, რა თქმა უნდა, მაგრამ გოგი ცაბაძია მაინც და რაღაც ჟღერს
ფანტასტიკურად და როგორ მიხარია რომ იმისთანა ძალიან მაგარი მომღერლები როგორც არის სოფო ღებულობს ამ საღამოში მონაწილეობას და თავის სიტყვის აი იმ ულამაზეს დიდ კაცზე რომელსაც გიორგი ცაბაძე ერქვა. ესე იგი აღარც ჩამაკვეხებინა შეკითხვა პირდაპირ ესე თამამად აი სრული შეუძლია უკვე ამ კაცს ესა. აი ბატონი კახას მოსავლება არ ბატონო. ხო, მაგრამ ერთი ჩართვა მექნება. რაღაცა ისეთ გამოიყურები სანტა კლაუს მაგონებ და რამის სხვა აი ბედიამაც რომ მოვიდა შეინარჩუნე სანტა კლაუსის ის რა ქვია იმიჯი ემზადები რამისთვის? ემზადება, მაგრამ თოვლის ბაბუ რა არის? უკვე თოვლის ბაბუკაია, იქ ბაბუა, აქ პაპა, იმას წყის, ვინც პაპას ეძახის, წყის დატო ეძახიო და სანტა კლაუსი ყველასთვის სანტა კლაუსია. ყველას მოსწონს და ქართულ სიმღერას თუ იმღერებს, სანტა კლაუსი უფრო გაუსწორდებათ, მაგრამ ამას რომ იმღერებს ინგლისურებს. აჰა, გასაგებია. კარგი, მოდი მაშინ მაყურებელს შევპირდებით, რომ ჩვენ სანტა კლაუსობას რო ჩამთარე, მოგაკითხავთ და ჩემი გაცემის სტუმარი იქნება. შევთანხმდით? მობძანდით. აი ბატონ კახასთან გადავინაცვლოთ საუბარში აღმოვაჩინე რომ მე არც ვიცოდი ბატონი გოგის ისეთი სიმღერები უნდა გაჟღერდეს თურმე იქ რომელიც აქამდე ჯერ თურმე უცნობის სტატუსით სარგებლობს ხო? იცით რა, ბევრი არის ისეთი რომელიც აი ხელნაწერის სახით იყო, ზოგი დაუმთავრებელი, ზოგი ოპერეტაში იყო, რაღაცა ტექსტი იყო, ბოლომდე იყო მისაყვანი. ეხა ეს გადაცემა არის აი ამ შვენიერ ქალბატონზე გვერდით რომ იგას მარჯვნივ და აი ამაზე მინდა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა რომ მითხრათ ამ ქალბატონზე. ორი ტკბილი სიტყვა გოგი ცაბაძის უცნობის სიმღერის მინდობა ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში როგორც შვილის და კომპოზიტორის ეს ძალიან ბევრს ამბობს მე მგონი. იმიტომ რომ ბევრი მღერის საქართველოში ჩვენ შევარჩიეთ 10 სიმღერისთვის მხოლოდ 10. აქედან გამომდინარე ტოპ ათეულის ათეულში რა მნიშვნელობა პირველიდან მე-10-მდე ათეულია სოფობედია დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა ბესო. დავგარი რასაც უკრავდი მიდი დავგარი რა კაი ბიჭი ხარ შენ ისე მომეწონა შენ სანდრო ზათა ხარ? იგო ის არის იუპიტერი არ მოდი უცებ გავიაროთ მოკლედ იუპიტერის გარეშე Gorgotis mtaze sidavoli sulasavida Ogotno zakhan davdove Gantslevis treshi Shantasi shares Meveravida 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 Simartoves Mosulastavida Ogondats darchi sam shpatloze Chendrus la vida Ogondno zakhon davdove Zrangavis veshi Kanshorevas Meveravida Meveravida Vagenteva Stupid zemita Meveravida Ushenevas Shavivamina
რაღაცა ხო, რაღაცა აი აქ ხო, ისტორია თუ მე მაქვს ინსტრუმენტო. იცი რა, გამორჩეული ჯერთი არ ვიცი ხა როგორც ბღერის ხო ხედავთ. ცუდად არ გამიგოთ, რას გავს ხო ხედავთ. ჩემთვის ეხა. რას გავს მაგარი იყო. რას გავს ეგო ყველაზე კაი. რას გავს ხო ხედავთ. როგორ სოფო არ გეწყინეს, ხო იცი ხა როგორც თქვი ეს რას გავს თქო. ხო და თავარი ჩემთვის კიდე ხას უსვავ. ბევრი ჩვენი კოლეგა არის ძალიან კარგი შესახედი, ძალიან კარგი მონაცემების, მაგრამ თუ რაღაცებს გადააჭარბებენ იქ უკვე მთავრდება სილამაზეც, შრომის მოყვარეობაც, ურთიერთსიყვარულიც კოლეგებში და ხალხის სიყვარულიც. აი ამას ქვია კრიტიკული აზრი პროფესიონალურად როგორ უნდა გამოთქვა, რომ არ გეწყინოს. სოფო შენს გასაგონად არ ვამბობ. ზოგადად ასია. ნოდიკო, ეხა გამწარებული რაღაცას ჩალიჩობს აქ თავის მომბლურში, მაგრამ ნოდიკოს უნდა ვკითხო აუცილებლად იგივე ნოდიკოს არ კითხოთ, ბევრი იმიტომ რომ ესენი ერთად გაიზარდნენ, ასე ვთქვა და მეგობრობენ და ეს სიტყვა სულ კარგია. მაგით უნდა ვკითხო ზუსტად. სოფო და მე მოვდივართ 2004 წლიდან. ნუცას ახსოვს, პირველ ნუცას სკოლაში ვიყავით, აი იქიდან რომ დავიწყეთ მეგობრობა და ურთიერთობა, მოვდივართ დღემდე ესე, მას შემდეგ განვლოთ 11 წელს. რამე უარყოფითი არ გოგოს ეგრე მით რამე უარყოფითი. იცი უარყოფითი ზოგადად ყველას ვაქვს რაღაც. შენ მაგრამ ის ყოფით ცხოვრებაში, ურთიერთობაში, სოფოს უარყოფითი რაღაცა მე ესეთი მე ვერ ვიხსენებ ასეს და მინდა ხო მეც ვერ ვიხსენებ. ძალიან კარგი. კაი ხო აქვს. უარყოფითი მეტა ამდენს უარყოფითი ის აქვს, ქვია. კაი ხმა. ეს ვიცი რა მინდა გითხრა. აი ხა ორივე ადამიანი ისე თქვათ ნოდიკოს და სოფოც უცებ აერხელენ პედაგოგთან აღმოჩნდნენ იმ თავით ხო მე მინდა ეგეთი მოწოდება გავაკეთო ეხლა რა ვისაც ეკუთვნის ის მიხვდება და გაიგებს ამას აღადგინეთ ის გენიალური გადაცემა რასაც ერქვა ნუცას რა დამიჯერეთ რა ვიდეო და მარტო კარგი რაღაცეები ჩვენი მაყურებელს და ჩემი გადაცემის მაყურებლის გასაგონად მინდა ვთქვა იყო ასეთი კარგი პროექტი მას ნუცას სკოლა ერქვა Ჭირისგან გოლუანანა სგან ყუროფას მუღოლუანანა ყუროფას ვოხთოლ სინათლე შეგიტუხენს შურდო გურსი სიკი ფიქრი მომარადირე სგან დაჭხი მაბჯუნდასი სოფოს მძღოლობასთან დაკავშირებით ხა ლეგენდები დადის ხო რომ გითხრათ არ გამიგია მაგრამ ივლის მალე ხო ჩვენ აი ხა რომ დავდივართ სოფოსთან ერთად გადავწყვიტეთ რომ თბილისი მოლში გავისეირნოთ რაღაცებში გადავხედავთ გადმოხედავთ მაგრამ გზაში მინდა ეს დრო გამოვიყენო და სოფოს ვკითხო სოფო მოძრაობის წესებს ხშირად არ ღვევ ხოლმე თუ როგორ უნდა კითხო ხშირად იცავ ხოლმე არა ვიცავ ნამდვილად ვიცავ წითელზე ვჩერდები მწვანეზე გავდივარ ხო ყვითელზე რას აუცილებლად ვუთმობ ქვეითებს ეს რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის იმიტომ რომ ერთხელ ვიყავი მინსკში წასული რაღაცა პერიოდით გასტროლები მქონდა და ისე გადავდიოდი ქუჩებში რომ მეშინოდა რომ თბილისი მეგონა რომ ვიღაცამ არ მგლიჯოს თქო და არ არსებობს ბოლოს უკვე ისე მივეჩვიე რომ არც ვიყურებოდი გადასასვლელზე ესე გადავდიოდი რომ ისეთი წესრიგია ანუ ანუ ჩვენგან განსხვავებით აქ შეიძლება დაგაჯახო რასემდური როგორც მძღოლი აი ხა ჩვენ უბრალოდ ეს ყველა ვინც როგორც ყველა ალბათ გადატვირთულ მოძრაობას აი როცა პიკი საათში მე არ გამოვდივარ ფიზიკურად გარეთ და ვარ ხოლმე ან სახში ან ჩემს მიმდებარე ეს გადაადგილების ეს საშუალება რამდენი ხანია გყავს კონკრეტულად შენ ნისანზე არ ვამბობ ზოგადად მანქანას მოძრაობს 1 წელი და 3-4 თვეა მე მგონი ხო და აი ესე მგონია რომ მთელი ცხოვრება ანგზებში ვარგი. თან ისეთი ცუდი ეს ვთქვათ რაზვაროტია დიდი ანუ ბოდიში რუსული სლენგისთვის მოbrunების რომ მართლა კამაზე ვიტრევ თან სხვა კაი გოგო მყავს. იცი რას ვერ ვამჩნევ ძალიან ხშირად შემიმჩნევია რომ მithumetes ქალბატონებს ყავის ჭიქების გარდა აქ უწყიათ ხოლმე წინ რომ ვთქვათ რაღაცა ფუმფულო სათამაშოები არა ეგეთებია არა მე სისადავე მიყვარს ამ ამბავში აი ეს რა არის შეიძლება ნახო? წერი ჯვარი რომელიც ჩემმა გულშემატკივარმა მაჩუქა. გულშემატკივარმა პროექტში. ქალბატონმა არა, უბრალოდ ბათუმში ვიყავი და ჩემ დედამთილის მეგობარი აკეთებს ესეთ საინტერესო რაღაცებს და რაღაც
დადეო ისეთ ადგილზე, სადაც დაგიფარასო და ყოველთვის საჩუქარი. ის იქნება. სოფო, დარღვევებთან დაკავშირებით კითხე და გადამიტანე სხვა თემაზე საუბარი და ხო, აქ არ შეიძლება. დავიგრძე. ტელევიზიაში ვარ, თორე დავარღვევდი. აი ნახე. ეხა ხო ხარ ღირსი რო ეს გაუშვო. თან პატრულის შევნიშნე და უკან მოგდევს რა. აი შეიძლება. აქ შეიძლება ნამდვილად. ჯარიმებთან როგორ ახარ მეგობრობ? იცი რა, ერთადერთხელ ვარ დაჯარიმებული ბორჯომში ღვედზე, იმიტომ რომ საშინლად არ მიყვარს ღვედი. თუმცა ახლა გიკეთია ღვედი. თუმცა ახლა მიკეთია. და ისიც ვთქვათ რომ ჩვენი ხათით გიკეთია. და გაცინა, ვიწვნიე ძალიან ცუდი რაღაც, რომ დამავიწყდა ერთი თვის განმავლობით, არ და ზოგადად ვალებს ვერ ვიტან და არც არასდროს არ მაქვს. ну ბანკის ბალბალს თუ არ ჩავთვლი ბინის პონჩი და ეგრევე მინდა ხოლმე მოცილება ყველაფრის ჯარიმა სიტი პარკია თუ რაღაცა ხანდახან ხშირად მხდება იმიტომ რომ როცა ფიზიკურად ადგილს ვეღარ პოულობ ხოლმე სადაც მივჩურთავ იქ ვჩურთავ ხოლმე მანქანას და მოკლედ ეს ბორჯომში რომ დამაჯარიმეს ერთი თვე ისე გავიდა ღვედზე 40 ლარია ღვედზე რო აი დამავიწყდა ანუ გავითიშე მე ძალიან ხშირად ვითიშები ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე და ну მივედი ზუსტად 31 დღეს და დამხვდა საურავი 120 ლარი ოპა ანუ დაჯარიმებული გამოხდა ძალიან ვიჩხუბე ძალიან გავბრაზდი მაგრამ იმ ლიბერტის გოგოს რას ვერ ჩოდი პრინციპში მასთან არც მიჩხუბე просто აი ზოგადად ვიჩხუბე რა არდა ჩემი ბრალი იყო კაცო გაგახსენდეს 1-2 დღით ადრე რატო გავიწდე ხო მაგრამ მე დავწყნარდი და მე ვთქვი რომ მეთქი არასოდეს აღარ ჩვეულებრივი სიტუაციაა პატარ-პატარა ჯარიმები დავარღვევ რა ანუ სულ ვიკეთებ იმის მერე ღვედს რა კი და როცა პატრული გაჩერებს შენთან არ ყოფილა ესეთი პრეცედენტი რომ აუ ისოფო და რაღაც იქ ხათრი იქ იცი რა ხათრი და რაღაცები არის რა თქმა უნდა და შეიძლება რაღაცა ელემენტარული მაპატიონ მაგრამ ხა რო გითხრა რომ რაღაცა ისტერიკულ ორღერძულას ვარ ღვევ და ასავარიო სიტუაციებს ქმნი ესეთ რაღაცას არ ვაკეთებ. სიჩქარე გიყვარს? სიჩქარე მიყვარს, მაგრამ არა ქალაქში. ხო, ქალაქში არ ვჩქარებ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ხა ესეთ მოძრაობაში იჩქარო. ვერ იჩქარებ. ვერ იჩქარებ. მაშინ უნდა გადაფრინდე. კი, მაშინ გადაადგილების სხვა საშუალებები, აი თქვათ გიყვარს, მაგალითად მოტო ავიღოთ. არა. ხო. აი მე შენი სტატია რო ვნახე იქ. просто აი რა მომივიდა ვერ აგიხსნი ვიტირ ჩვეულებრივად ვიტირე იმიტომ რომ შემეცოდა ის ახალგაზრდები ვინც კომენტარიც ნახეს გოგონა ძალიან შემეცოდა ხაშორის რეალტის მაყურებელს და ჩემი გადაცემის მაყურებელს მინდა უთხრა რომ ჩვენ დავიწყეთ ანტიბაიკერული კამპანია ნუ ანტიბაიკერული იმ გაგებით რომ წესების დაცვაზე აქ საუბარი წინაც მიდიან აგერ ჩვენს მეგობრებს ბაიკერები რა თქმა უნდა მაგრამ წამია სიცოცხლეო და ნუ დავაჩქარებთ კატალიზატორის როლს ანუ მე იმას კი არ ვიძახი რომ არ მომწონს და არ უნდა უბრალოდ აი დოზა აქვს ხო ყველაფერს თავისი წესები აქვს და რაღაცა სისტრაფე ხა მეც მიყვარს მე ვერ ვიტყვი მე ექსტრემალურად მაგრამ შენი თავი ხო უფრო ძალიან მიყვარს და ერთხელ ლამის მოვყევით ავარიაში მე ვმართავდი საჭეს მოვდიოდი დასავლეთიდან მე და ბუციკო ჩემი მეუღლე და ეს ბუციკო არის მიშა მესხი მისი მეუღლე ხო და უცებ სიჩქარით შევედი პატარა მის იყო უგაროქს რო ეძახიან და მოსახვევში მატარებლების ის რო არის ვერ დავაკვირდი ნიშანს რა და ისეთი მოვტრიალდი რომ კიდევ კარგი რომ ჩემო მეგრულმა სისხარტემ ამ შემთხვევაში მიშველა რომ ანუ არ დავიბენი და მაგრამ გული მქონდა ისე ცუდად რომ 10 წუთი просто ვერ ვლაპარაკობდი მეტყოლება ამერია ხო და აი იცი რა რაღაცა მაგალითები უნდა ალბათ ნახო რა თუმცა სავალალოდ უნდა დასრულდეს ეს მაგალითები თორე ანუ ჩვენ მოუწოდებთ ახალგაზრდობას რისკენ რომ არ იყოს არის ისტრაფე სიჩქარეს თავი თუმცა მეც მიყვარს მაგრამ აი იმ შემთხვევაში ავრისკავ თუ ვიცი რომ ზუსტად ცუდად დამთავრდება რა აი მოვედით ახლა თბილისი ამას რა ქვია თბილისი მოლი კი ისე ხარ შოპინგომ რა რაღაცა სიტყვა შოპინგო ხო მე მიყვარს როცა მოვდივარ მარტო წავედი მე აბა კარგა წამო ამჯერად მე მიყვარს რომ მარტო მოვდივარ იმიტომ რომ ჩემი ქმარი ვერ მიძლებს იმიტომ რომ აი როგორი გასაძლები ხართ ქალები იცი რა დიდხანს მიყვარს სიარული იმიტომ რომ რაღაცა იქნებ უკეთესი ვნახოთ უკეთესი ვნახოთ ჯოგნიჯოგს ვერ ნახავ ეგრე ხო იცი მაგრამ მე ძალიან მიყვარს არა აქ შევიდეთ ერთ დავთვალიეროთ ძალიან მაინტერესებს როგორი შოპინგომანი ხარ ეგ დაავადება ხო რამდენადაც მე ვიცი იკურნება ნეტა ალბათ როგორ მოხდა ჩვენი გაზები
ჩასევდის გარდა რაც მიყვარდა რაც კი მოძამა და წარსულმა სულთანად აიღო სხვარადან ჩასევდის გარდა რაც მიყვარდა პროცედურას გადაიღებთ ხელზე? რა პრობლემაა? დიდი სიამოვნებით. შეიძლება რომ გადავიღოთ. ხალხი. რა ხდება? აქ რისი პროცედურები? არა, ჩვენ უფასო რეკლამა არ გვინდაო და. აქ რისი პროცედურებია შეიძლება ჩაიწერათ. ეს არის ზოგადად ხეულის, მაგრამ ახლა ხელზე ვაჩვენებთ. ეს არის მკვდარი დროს მარილი, ხელის განმავლობა თუ შეიძლება. აკლის აბარ შეცდომა. უბრალოდ არომატი არჩიეთ, რომელიც მოგეწონებათ. გვაქვს ვანილის არომატი და გვაქვს შოკოლადი. რა ცუდია რომ ტელევიზიის ეკრანზე არ ჩანს ჯერ ის სუნის ეფექტი, მაგრამ მოვა იმედია ეგ დროც. ეს არის კვირაში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, აუცილებლად ეს გააკეთეთ. შეიცავს დიახ, ეს მარილი შეიცავს არგანი, ჟოჟობას, ყურძნის გურკის ზეთებს, ჟოჟობა, როგორ მიყვარს ეგ სახელი, ჟოჟობა. იჭმევა ეგ რამე ესეთია? და ვიტამინი შეიცავს, ეს არის ჭმება. სხეულზე მოვლის საშუალება. მასაჟოთ და ძალიან კარგი არის ცელულიტისთვის, ძალიან კარგი არის გამონაყარი, ვისაც აწუხებს ეგზემა, სორიოზი. და კვირაში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ ეს უბრალოდ სახისთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან უხეშია, ამიტომ. აი ეს მარტო ქალებისთვის არის? არა, მამაკაცებისთვის, ეს ზოგადად კანისთვის არის, გაახალგაზრდავება ხდება ეს კანის და ესე იგი, ჩემო მამაკაცებო, ვისაც გაახალგაზრდავება გნებავთ და პრეტენზია გაქვთ? დიახ, ძალიან კარგია, მიკრობებს საშორებს და ბაქტერიებს, ასე რომ როგორც პატარა ბავშვის კანი, ისე გიქნება ტბების. ხო, მე ისიც პატარა ბავშვის კანი. ისიც არ ვიჭირი, ხო? მაგრამ მაინც კაია. კარგი, ძალიან საინტერესო პროცედურებია. შევლება ხელის. ჩამოვიდა მარილი. კი, ჩამოვიდა. ამის შემდეგ აუცილებელია დამატენიანებელი კრემი გამოიყენოთ, იმიტომ რომ თქვენი ფორები ეს ახლა ძალიან გახსნილი და საჭირო იგივე ფირმის, ხო, რასაკვირველია. უმჯობესია, იმიტომ რომ ეს არის შია კარაქი, რომელიც ჟასმინი და ვანილია, ეს არის შოკოლადი. შენს გასვენია? შემოვიდა სუნი? არა, ხო? შოკოლადი, გოგო. შოკოლადი წასასმელად კი, საჭმელად არის კარგი და. ეს არის შია კარაქი, რომელიც და ვიტამინს შეიცავს, დახურავს ფორებს და დაატენიანებს. ეს ხო? თქვენ ეს ყველაფერი ზეპირად იცით? თუ საკუთარ თავზეც გამიგისდიათ? არა, მე ვიყენებ კიდევაც და რა თქმა უნდა, დიდი ხანი აქვს სასწაულია. მოგეწონათ? ძალიან მოგეწონათ. მინდა გითხრათ, რომ ტანზე უფრო კარგია, ამიტომ რომ ბევრად კარგია, მენდეთ, დამიჯერეთ. აქოა, ხო? ესე ქვია. აქვა მინერალი, ეს არის. ეხლა ჩვენ რა გავაკეთეთ იდეაში? ჩვენ გავაკეთეთ ახლა პილინგი, ეს არის მთელს ტანს ხელზე უნდა ჩაიტარო, უბრალოდ ახლა ხელები ვაჩვენებთ. მთელს ხელზე შეიძლება. ეს მთელს ხელზე ჩაიტარო. სოფო, მოგეწონა ეს პროცედურები? ძალიან. გაფიქრდები რამე რო მთელს ხელზე ჩავიტარებდი სიამოვნებით. სოფო, ნახე რა მაგარი მანქანებია. აჰა. მაგრამ შენი მანქანა შენ ისე გიყვარს, მე მგონი არ გაცვლის სალსაკდე. როგორ არ გავსვლიდი კაცო, რომ დავიყენო ძიებობრების გავსვლიდი. უარს არ იტყოდი არც ეს. იმაზე ვსაუბრობდი შოპინგომანის დაავადებას და შენ გააქვს შეყრილი ეგვიროსი ხო, როგორც ვიცი. კი, როცა ფული მაქვს შოპინგომანის პიკში ვარ რა. რა გიყვარს ყველაზე მეტად, რა რისი ყიდვა გიყვარს, შერჩევი, კაბელი. ნუ მიყვარს რა თქმა უნდა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, საყურე, ყველაფერი, რაც აი ბევრმა ხალხმა კოლექციას ხო არ აგროვებ ჩანთებისას, სეზონზე ერთხელ ვიცი რა, ჩანთების კოლექციას არ ვაგროვებ, მაგრამ მაქვს უამრავი ფეხსაცმელი. ასანოჭკიდან დაწყებული, ჩექებით დამთავრებული და ყველაფერი მაქვს აი. გასაგებია რომ სხვადასხვა სტილის და სხვადასხვა ფერებში. ჩვენი გადაცემა არ იხედება გარდირობში და არ გამოაღებს იქ შენ კამოც და გარდირობს ხო? არა, ამას ჩვენ ინტიმური თემაა და ამიტომ ამას ჩვენ არ ვიკადრებთ არასოდეს. უბრალოდ მაინტერესებს შენ გემოვნებიანი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც იმოსება შესანიშნავად. ნუ ის გასაგებია რომ სცენაზად გახარ და ეს შეიძლება მოთხოვნა, მაგრამ აუცილებელიც არის. ხო, ეს დაუწერელი კანონია, მაგრამ ზოგადად თუ მოგწონს ჩვენი ესტრადის მომღერლები, ვარსკვლავებს რომ ეძახით ხოლმე როგორ იმოსებიან სცენაზე, როგორ გადიან, მაყურებლის პატივისცემის ამბავი. რა არის რამოდენიმე ადამიანი, ვისი ჩაცმულობა ძალიან მომწონს და მისის ერთ-ერთი ძალიან მიყვარს და პიროვნულადაც ძალიან. ბორის ბედიაზეა საუბარი? ნუ ეხა ბორის ბედია თავისთავად თავარი თემა. სხვათა შორის შესანიშნავად. კი, ძალიან მიყვარს თავის მოვლა. კი, ჩვენ ბედიებს მიყვარს თავის მოვლა, ხო და ძალიან მიყვარს ლელა წურწუმია.
საოცარი გემოვნების და ზოგადად ძალიან კარგი ქალბატონია და მოვიკითხავ თუ გვიყურებს ახლა დიდი სიყვარულით, კოცნით. ვიცი ის კატეგორია ვარ, ვისაც ქალის სილამაზის არ შურს და არ არიან დაბოღმილები. რატო აქ ზოგადად ქალებს ძალიან მომწონს მოვლილი, მოწესრიგებული, ლამაზი, პოპულარული ქალბატონები. ქალებს რატო აქ ზოგადად აი შურის მომენტი, ლამაზი ქალებს? არ ვიცი, ეს ალბათ იმას უნდა კითხო, ვისაც შურს. ანუ შენ მაგაზე პასუხს ვერ გაქვს. სამკაულებთან მეგობრობ, აი ხა სამკაულების იცი რა, ნუ გამომახედებ თორე შენ მთელი ის რა ქვია, წამოვიღო და გადაცემა ჩაგვეშლება. სოფო, სიგარეტს ხედავ აქ ეწევი? არა. ისე როგორი ცუდი თვისებაა ხო ეს მოწევის ამბავი? რა საკვირველია რა არის სიგარეტში კარგი? არ ვიცი, მე მიმას ეს არის მე ვფიქრობ როგორც რუსები თქვენ დურნაია პრივიჩკა. კარგად აქ ნათქვამი არა აი ზუსტად ნათქვამია, იმიტომ რომ არანაირი სიამოვნება მასში არ დევს. ხა რო გითხრათ რომ არ მომიწევია თქო მოგავტყუებთ, მომიწევია, გამისინჯავს და მივხვდი რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი. ასე რომ აი აქეთ კიდე გადავხედე, ვინ არის ოჯახში შემომტანი, იმ გაგებით რომ ბაზარში ვინ დადის, სუპერმარკეტში ვინ დადის, ბაზარში ვერ დავდივარ, იმიტომ რომ ნუ არც დრო მაქვს და შესაბამისად აი უცებ სადმე რო ვარ შევარდები ან ნუ კარფური იქნება თუ ეს დიდი სუპერმარკეტებში ესე სუპერმარკეტები დიდი ქსელები მიყვარს ყველაფრის ყიდა დაწყებული ხორცეული და ნამთავრებული ხილით და სახლის ეს ვთქვა პატარა ტროლმანები. მე შენი გაკეთებული ეგრეწოდებული პეროგი და სოფოს კარგი ხელი აქვს და არა, ვაღიარებ რომ ეს ასე შეიძლება. აი შემოგვეჭნენ ჩვენი ხაბა, გისმენთ ყურადღებით. ცოტა ხანის ეს თუთი მე გადაიღებ. მოდი მე გადაიღებ ცოტა ხანი რა გასაკვირია რაღაცა და მე გადაიღებ. ჯერ არ ჩვენ უკვე დავრეკეთ ქალბატონ ნატასთან და დავდავეკეთ. გადამოცეს და ეს რო შეაჩერეთ გადაგებები. ხო დროებით შეაჩერეთ და მე რაც მიყვარდა რაც კი ვაცამადა სულო მასულო თანაცარი სოფო ისე მეგობრობ ხო შენ როგორც მივხვდი საჭმელი გემრიელ საჭმელებთან მომწონს ხანდახან ხო იცი როცა გაკმაყოფილებს ეს როცა სასწრაფოდ რაღაცა უწევ გადარბენებზე ვარ და ხშირად ვარ, მაგრამ მინდა გითხრა რომ ძალიან წონის მომატების პრობლემა ხშირად მაქვს ხოლმე. ხანდახან ვარიდებ თავს, მაგრამ რო გითხრა რომ უარის თქმა არ შემიძლია. ამ სიამოვნებაზე უარი როგორ უნდა ვთქვა? ნამდვილად. დიდი მადლობა. აბა დამეხმარე. მადლობს. დიდი მადლობა. ნახვამდის დროებით მალე დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა, მადლობთ. ხშირად გითმობენ ხოლმე გზას? კი. ძღოლების და ესე გადასასვლელი ხიდის. აი ხა ჩვენ მოვედით ფაეტონში, სადაც უკვე მე-7 წელია მუშაობ, კი. ეს არის ეს მე მგონი არ გაქვს გამოსვლა შენ აქ როგორც ვიცი. დღეს ვისვენებ. ვიხადნო იდღება გამოსასვლელი დღეა და შესაბამისად დღეს მაინც და მაინც არ მოგვიწევს თქვა გამარჯობათ მოგესალმებით შესანიშნავი ინტერიერია ძალიან სერიოზული თემაა მუსიკა და დღევანდელი რეალობა აი რესტორანში მე ყოველთვის მომხრე ვიყავი და არასდროს არ ყოფილვარ წინააღმდეგი მომღერალი ყოფილიყო ფორმაში და მას ემუშავა თუნდაც რესტორნის სცენაზე და რესტორანმა ჩაანაცვლა დიდი სცენები სამწუხაროდ ალბათ ხო იმიტომ რომ უბრალოდ დღეს და არა მარტო დღეს უკვე წლებია ეს პრობლემა არის საქართველოში რომ ჩვენ მომღერლებს სხვა ჩვენი ნიჭის რეალიზება არ შეგვიძლია იმ ხრივ რომ რაღაცა კონცერტებით ვიყოთ დაკავებული იშვიათად უტარდება ეს კონცერტები თან იშვიათად ახლა კონცერტის იმედზე რომ ვიყოთ კიდე რაღაც მომენტში შივრებით უნდა ვიყოთ ხო აი ეგ არის ეს ერთი და მეორე ის რომ სიმღერა დაგვავიწყდება იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ვარჯიში ტრენაჟი, სულ აი რაღაცა ფორმაში მაქვს ყელიც, სასუნთქი აპარატი, დიაფრაგმა, ყველაფერი, რომ მე ვიყო ფორმაში სულ. როცა გამოჩდება კონცერტი, რომ შემეძლოს ცოცხლა სიმღერა კარგად. აღარ მახსოვს ბოლოს ოდის იყო კონცერტი, მაგრამ ჩვენ საერთოდ კონცერტებზე ყოფილვართ ერთად. მოგვივლია, რა ვიცი, კახეთიდან დაწყებული, დამთავრებული გაჭარის რეგიონი და ხო, ტურნეები მახსენდება, ძალიან კარგად მახსოვს ხოლმე ტურნეები, თუნდაც მიშასთან ერთად როცა ვართ.
მე და მისი მეუღლე ჭამის მინისტრებად ვინათლებით ხოლმე და ერთმანეთს ვუსწრებთ მაცივარში რომელი უფრო პირველი შევარდება. ეს სხვა თემა. მიშა შენ მიშას ბადალი არ ხავს. ჯერჯერობით ხო. მიგებს. ნუ ეთერკაკულია არ გამეორდები ყოველთვის და ვიტყვი რომ ეს არის საქართველოს ტკივილი და ერთ-ერთი ყველაზე მეტად მე მეტკინა ეს ქალი და ნუ შენ ძალიან კარგად იცის პიროვნულად როგორი საყვარელი ადამიანი იყო, როგორი იუმორი ქონდა და როგორ სპონტანურად ხუმრობდა, აი ესე რა, არც მოიფიქრებდა, აი ხო არის რომ ფიქრობენ, ეხა იმას ვიტყვი, გავიხუმრებ, გავაცინებ, არ არსებობს, აი იმას მოსდიოდა ესე ჩვეულებრივად რა. ჩემო უსაყვარლესო რა, ჩემო ბესონო. ეთერში ითქმის ის ერთხელო გაგეხუმრა. როგორ არის ითქმის? ითქმის ხო. მოკევი რა. მაშინ სუქანი რო ვიყავი მაგას ნუ ვისაც არ აქვს მოსმენილი ჯერ ეს ისტორია, მაშინ იმათთვის მოხვები. სიამოვნებით მოვისმენთ კიდე. ნუ ახალი გამოჩენილი ვარ, ასე ვთქვა, ნუცა სკოლაში პირველ ნაკადში ვიყავი, ეს იყო 2003 წელი. ვიყავით ქორფარი, ეგეთი პუტკუნა ის აყორელით გაბარიტებში და დიდი ვიყავ, ყველაფერი დიდი მქონდა და ბერიკონი რო იყო, ეხლა ამჟამად სამორინია ტერიტორიაზე, ადრე იყო ბერიკონი, სადაც ძალიან ხშირად ტარდებოდა კონცერტები. და გვიხაროდა რაღაცა ახალ გამოჩენილ ბავშვებს, რომ რაღაცა კონცერტი ისის და ერთხელაც გავიხედე შემოდის ეთერკაკული და გავარ შესასვლელად ან ესე ჩემთვის კრომნად, მოგზალებით ატუზული და შემოდის ეთო და უცებ შემნიშნად ეხა მეგრული თემა ქონდა სასწაულად ეხა ძალიან მეგრელობდა და თავისთავად ესეც უნდა იყოს ხო მეგრელობა ჩემთვისაც ძალიან დიდი ის არის მამე შესოფო არა ხარ ბედია მეუნება აი მე დია კალბეტონეთი როგორ ძადები ძალიან მიყვარხართ რაღაც მოვეფერე და უცებ მიყურებს მკერდზე აი ესე მამე ესა ნაღდია კი კალბეტონეთი რაღაცა შევიშმიშე და აი შეზე არა ნათქვამი რა პირით ბალახები მოგაქვს ძოძოებით რძეაო ნო და ამასთან ძალიან ხმამაღლა ყვიროდა და საწავზოლი ყავს გავიქეცი მეთქი მოვიყვანჭყე ძალიან ისა რა ქვია შემოწყვინა მაგრამ ისეთი იყო თვითონ არ ვიცი ასე რა ხდება სადაც კი ვნახავ ლამაზ მათაგორებს სადაც ლამაზი თავარი მხდება ჩემ საქართველოს რატომ მაგონებს და მე არ მინდა სხვა ნეტარება თუნდა ვიარო თელი სამყარო ალბათ ვერ ვფოღე სხვა შედარება გარემო მასი რო შევადარო კენაცალე ყველას ნო მისე ხატება როგორც სლავარი მინათებს ხსებს და თან დავატარე სადაც კი ვხვდება თურფამა თავარი ჩემ საქართველოს რატომ მაგონებს და მე არ მინდა სხვა ნეტარება თუნდა ვიარო ამ შვენიერ პატარა ანგელოზ ინახე ამას ლაპარაკი არ ეწოდინება მოდი ბებოს კითხოთ ალბათ ხო გამარჯობათ სოფოსთან დაკავშირებით ბედიასთან დაკავშირებით გადაცემას ვამზადებ და მაინტერესებს ამ მომღერალს თუ იცნობ და თუ მოგწონთ ეს როგორია კი ვიცნობ და ძალიან მომწონს გახსოვთ მისი განსახიერებული როლები თუნდაც შოუებში კი ძალიან მომეწონა მისი განსახიერებული ეთერკაკულია ერთ-ერთში როგორი მომღერალია როგორი გოგო აი გოგოა ძალიან მომწონს აი კიდევ ერთი პატარა ანგელოზი სეირნობს ნახე რა ლამაზი თვალები აქვს გამარჯობათ ქალბატონო სოფობედიაზე მინდა კითხოთ იცნობთ რა თქმა უნდა ალბათ ხო მოგწონთ სოფობედია კი ძალიან კი არა მარტო სოფობედია არამედ მისი ძმა ბორიში ძალიან კარგი მომღერლები არის უსმენთ ხოლმე მათი კი ძალიან აი შოუებში განხორციელებული მათი სახეები გახსოვთ კი როგორ არა ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდა ერთ-ერთი რომელშიც ძალიან კარგად განასახიერა სოფობედია ეთერკაკულია ხო რა კი
აი კიდევ ერთი პატარა ანგელოზი. ახლა რა ლამაზი თვალები აქვს ამასაც. გამარჯობათ. სოფოპედიაზე ვამზადებთ გადაცემას და მინდა გკითხოთ აზრი ამ ხო იცნობთ რა თქმა უნდა სოფოს. კი ვიცნობთ, ძალიან კარგი მომღერალია, მე პირადად ძალიან მომწონს. წუხელ ვიყავით ნათლობაზე, ძალიან გვასიამოვნა. იმღერა სოფო? გვიმღერა ძალიან ლამაზად და მე პირადად რა ვიცი, ძალიან მომწონს. აი შოუებში განხორციელებული მისი სახეები თუ გახსოვთ ხონღებულობა? კი, როგორ არა, როც ეკავდა. აი რომელი დაგამახსოვრდა ცოტა ისეთი გარდასახვა ერთი-ერთიდან რაღაც შოუები ხო იყო, რომელი გახსოვს ის? აი ყველაზე მეტად მახსოვს, რომ იმეჯში რაღაც პროექტი რო იყო და რო იცეკვა, ძალიან ლამაზად აი ალბათ არც მოველოდი, რომ შეეძლო ესე კარგად ცეკვა. სიმღერასთან ერთად რო ესე კარგად ცეკვა და ნამდვილად არ მოველოდი. და მე პირადად მეც აი როგორც მეგრელი მხარს უჭერ, სოფოც მეგრელია. ოხ ამ მეგრელებმა ხო შემჭამეს ყველა ერთმან. ოპერატორო შენ წვიღე როგორ მოვატრიალო ეს კამერას. თქვენ გაგიმარჯვოთ, გენაცვალეთ. ხო და ესეც ასე ჩემო სოფო. ჩვენ კიდე ბევრჯერ შევხვდებით და უახლოესი შეხვედრა მინდა გითხრათ 13 დეკემბერს მეგას დაჯილდოების ცერემონიალზე გვექნება ჩვენ კლუბ ტრიუმფში. შენ ძალიან კარგად წინასწარ კაცშულმა არის ის იქ ვინ რატო მოდის? ხო. ისთვის მოდის. რა ჯილდოს იღებს, საერთოდ იღებს თუ არა ჯილდოს და ასე შევხვდებით. მე როგორც სტუმარი გეწვევი. კი, შენ რა თქმა უნდა მიშასთან ერთად დაპატიჟებული ხარ როგორც სტუმარი და ნახოთ რა მოხდება 13 დეკემბერს მეგას დაჯილდოების ცერემონიალზე. ახლა კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. დიდი მადლობა შენ. ეს ჩემი მასპინძელი ვიყავი. რომ მე ვიყავი დღეს თქვენი სტუმარი. არ დაგემშვიდობები, ნახვამდის გეუბნები და მალე შევხვდებით, აბა. ო, არა, ხელი ვაშკაცურად ჩამომართვა ხელი. მე ძმახარ. შენ მოდი. ვიშა, ძმახარ, მოვდივარ, დავლეთეს. პაკა. კარგად იყავ. როგორ მოხდა ჩვენი გაზები, ორად გაიყო. სხვა რადამ ჩასევდის გარდა, რაც მიყვარდა, რაც კი მაწამადა, წარსულმა, სულთანად დაიყო. სხვა რადამ ჩასევდის გარდა, რაც მიყვარდა, რაც კი მაწამადა, წარსულმა, სულთანად დაიყო.